Ficho, თქვენ გონიათ რომ ხო ხედავთ, აი ეს არის ეხა პირველი შენი სამწუხარო ინციდენტი არის ჩვენს ეთერში, როგორც ხედავთ, მოქალაქე დაუპირისპირდა ლევან ხაბეიშვილს. ძალიან სამწუხაროდ განვითარდა ეს ჩვენი ჩართვა. გესმით ჩემი ხმა, მიკროფონი აქვს დამაგრებული, ამიტომ შევეცდები მასთან დაკავშირებას. დაპირისპირებაა, როგორც ხედავთ, რამდენიმე მოქალაქეს ხედავ, ლევან ხაბეიშვილი საუბრობს და ჩვენს ეთერში ის აფასებს იმ ვითარებას, რომელიც არის ქართულ ოცნებაში და საუბრობდა იმის შესახებ, რომ აუცილებელია ყველას კონდეს სათანადო პასუხი მათ შორის იმ ბრალდებებზე, რაც ისმის ოცნებიდან. ლევან, ეს იქნებოდა დაორგანიზებული? ანი ეს იქნებოდა დაორგანიზებული, მე გითხარით, იცოდნენ სადაც ვიყავი და ცხადი ამას გააკეთებდნენ. გესმით ხო? ანუ ეს არის ეს რეალობა, რაში ცხოვრობთ. მაგათი მხრიდან რომ რაღაცა დღეს კვერცხის როლს სხვა იარაღს გესვრით, ვიღაცამ გამოიღო, პასუხი მიიღო ოღონდ ამან. არ ვიცი ნახეთ თუ არა, მაგრამ პასუხი მიიღო. ყველა ასე მიიღებს პასუხს, ბიჭო, არავის არ ეშინია, დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. ლევან, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არიან? არ ესმის ჩემი ხმა. არა, გაიქცა კაცო, ეს გაიქცა. გაიქცა ვინ არის, რა ვიცი, გაიქცა. გაიქცა, აგერ ასაკიან კაცას დაეტაკა, ხო, ერთი მაგანაც მიიღო რა. ხალხმა პასუხს მიიღებს ყველა კაცო. კიდე გეუბნებით, ეგ არის ის რეალობა, რაზეც მე თქვენ გესაუბრებოდით. დახვედრა, სროლა, მოვკლავთ ამას ვიზამ. დედას გიტირებ კობახიძე, შენ ზღმურტლიანო და შენ დინარაძე და ბიძინა ივანიშვილს თუ არ დავამყავთ, მაგასაც ნახავთ.